კანონიერი ქურდები და ქართული ოცნება რა კავშირი ჰქონდათ კოალიციის ლიდერებსა თუ წევრებს ქურდულ სამყაროსთან და რა დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ სამყაროს მიმართ. გოგა ხაინდრავან ფრანგულ ეგრეთ წოდებულ სხადნიაკზე მანანა კობახიძე, რომელიც ნარკოკარტელში ბრალდებულს იცავს და კახი კალაძე იტალიურ მაფიასთან კავშირში. რუსუდან ჯიქი არკვევდა კრიმინალების მიმართ ქართული ოცნების სიმპათიებს. რუსუდან გისმენ. ქართული ოცნება, კანონიერი ქურდები და კრიმინალი ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო უთყვარი მტკიცებულებები იმისა, თუ ვის და რა კავშირები ჰქონდა ქართულ ოცნებასა და ქურდულ სამყაროს შორის, თუმცა მანამდე რეალ ტივის ჟურნალისტები, რომლებიც მთელი 11-ის განმავლობაში მუშაობდით ოპოზიციის თემებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გზავნილების თემებზე, თუ რას თავაზობდნენ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ისინი საზოგადოებასთან, ესე ვთქვათ, გამოვიჭირეთ რამდენჯერმე ჟურნალისტებმა ქართული ოცნების ლიდერი გარკვეული წილი სიმპათიებით ქურდული სამყაროს მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა იყო რეგიონულ ტურნეში ბიძინა ივანიშვილი თერჯოლაში იმყოფებოდა, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ ქურდული სამყარო თავის დროზე ქურდული სამყაროს არსებობა უფრო მისაღები იყო მისთვის, რადგან იმ დროს ჩვეულებრივ მოქალაქეებს იმის შეგრძნება მაინც ჰქონდათ, რომ ხელისუფლება ამ ქურდული სამყაროსგან დაიცავდა. მე გთავაზობთ არქივიდან ამოღებულ ამ კომენტარს, ოღონდ გთავაზობთ არა მარტო კომენტარს, არამედ ამონარით სიუჟეტიდან, რადგან ხშირად ცდებენ ხოლმე ჩვენ ჟურნალისტებს და რეალ ტივის ბრალს იმაში, რომ ჩვენ რაღაცებს ვალყალბებთ, ან ფალსიფიცირებას ვახდენთ და ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ჩვენ ახლა სპეციალურად იმისთვის ვიქექეთ არქივში, რომ ეს ამოგვეღო, მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ თავის დროზე ჩვენ ამაზე მომზადებული გვაქვს სიუჟეტი და ჩვენ თავის დროზე ამაზე ყურადღება უკვე გამახვილებული გვქონდა. კარგად ვერ გაუგია მილიარდერს და ცალყბად შენატრა იმ დროს ქვეყანაში რომ კანონიერი ქურდები ბობოქრობდნენ. იმ დროს, როდესაც კანონიერი ქურდები ბობოქრობდნენ, იმედი მაინც ჰქონდა ნორმალურ მოსახლეობას, რომ აგერ-აგერ ხელისუფლება მოვა და ამას აღკვეცდა კანონიერება დაბრუნდება. უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შესახსენებელი გახდა თუ როგორ ბობოქრობდნენ კანონიერი ქურდები ქვეყანაში, როცა სინამდვილეში ხელისუფლება მათ ჩვეულებრივ ადამიანებს არათუ იცავდა, არამედ პირიქით იცავდა კანონიერ ქურდებს, მათ საშუალება ჰქონდათ აეშენებინათ ფეშენებელური სახლები ქალაქის პრესტიჟულ უბნებში, იღებდნენ სტუმრებს ციხეებში, აშენებდნენ როგორც უკვე აღნიშნე ფეშენებელურ სახლებს, დადიოდნენ აბანოებში, ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის გარდა მისი პარტია ქართული ოცნების ლიდერი მანანა კობახიძე იყო აქტიურ კავშირში კრიმინალებთან, როდესაც ცნობილ ნარკოკარტელის საქმეში ის იცავდა ნუგზარ ბოჭორიშვილს, ადამიანს, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულისათვის იქნა მხილებული, როდესაც უზარმაზარი რაოდენობის თანხა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მან დაფლო და სწორედ ასეთ ადამიანს იცავდა მანანა კობახიძე. ერთადერთხელ გააკეთა ირიბად ამ საქმეზე კომენტარი და მაშინაც თავი აერიდა, იმიტომ რომ საზეიმო განწყობაზე იყო ყრილობაზე. ეხლა რა დროს ნუგზარ ბოჭორიშვილია კარგით რა, ეხლა როდესაც საუბარია ყრილობაზე და დაფუძნებაზე, მეკითხებით რაღაც კერძო საქმეებზე. კახი კალაძე აქტიურად კრიმინალის დაცვით, ეს იყო გიორგი დემეტრაძე, ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც მხილებულ იქნა კანონიერ ქურდებთან კავშირში და ეგრეთ წოდებულ გამაზვის საქმეში, როდესაც გაირკვა, რომ ის თანამშრომლობდა კანონიერ ქურდებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მათ შორის ვატო ყიფიანთან და აგვარებდა ქურდულ საქმეებს. მაშინ კალაძე იცავდა ამ ადამიანს, ჩვენ გთავაზობთ ახლა როგორც დემეტრაძის და ვატო ყიფიანის ფარულ ჩანაწერებს, ასევე კალაძის ადვოკატის პოზიციას დემეტრაძის მისამართით. მომისმინეთ, შენ ახლა კუჟინადეს რაზე ებაზრები, ხო? ხო, რაც მეკითხები, მე კუჟინადეს ასე ვთქვი, რა შენი საქმეა, ხო? რა ჩემი საქმეა და ამ ფულთან დაკავშირებით ელაპარაკები და რა თქმა უნდა. მე სუვერენები მაგ ფულზე კაცო შეძონას გაიგებ. ხო და ამ ფულზე ვერაფერს ვერ ხო და რო იცოდე საქმე იხდი ძმაო აქ ფულს რა, მე ნიშნად მაგი მითხრა რომ აქვე გადაგიხდიო მაგ ფულს. ერთი მაგ ფულის გულისთვის ვინმე რამე უთხრას, მე მოუწყავ იმას დედისრიფე. მაგ ფულზე უთხრას ვინმე რამე ერთი მაგას. ისა რა ქვია, მე და გურამას საჩუქარს არ გაგვიკეთებს რამეს. ვინ გურამას? აი გუგას. რა გინდა გოგიგებს? აი მაგ ფულიდან რამე საჩუქარს ვერ გამოყავ. შენი მე გატყობა არ ხარ ის თვითი რაღაცა თოხლო და იმასպես. ხო? რა შეგოგო? არაფერს, აი გამოვედი ახლა. რა ხდება შედება? რა, რიო? ჰა? შედება? კი, კაცო. შედობა რო არ იყოს, ხო დაგირეკავ ეგრევე შეჩევა. შევხვდი. რა? შევხვდი. არა, ჯერ არა, ეხა მივდივარ და ხო ხდები რა თემაცაა?
ხო ნახავ და თუნდაც კეთილს და დაგვირეკე ჩვენ რა. კაი. ბიჭი არის უდანაშაულო, მე შეიძლება კომპეტენტური პირი არ ვიყო ამ საქმეში, მაგრამ ადვოკატების გამო ყველა ინფორმაცია ვიცი, ყველა დეტალი ვიცი თუ რა როგორ მიდიოდა და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ გიორგი დემეტრაძე არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამიტომ ჩვენ ყველას გვინდა რომ ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ სამართლიან საქართველოში და ამას ვითხოვთ ჩვენც რომ იყოს სამართალი რა, როდემდე უნდა იყოს ასეთი გაუგებრობა, ეგ იყო უბრალოდ რა ჩვენი მოთხოვნა და ეგ არის. ჩემი თხოვნა იყო ბიჭების მიმართ რომ არავის რაღაცის არ გამოეხატა, იმიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს გუნდში და შეიძლება მათთვის ეს ყოფილიყო რაღაც ისეთი ძლიერი დარტყმა. უფრო მოგვიანებით დემეტრაძის ლობირების შემდეგ ახიკალაძეს უკვე მოუწია საკუთარ საქციელზე ემართლებინა თავი და თავდაცვაზე გადასულიყო. ეს ეხება იმ ფაქტს, როდესაც იტალიელმა კარაბინერებმა გარიგებულ მატჩებზე აღძრეს საქმე ეხებოდა დიდი თანხის ანაცვლოდ გაყიდულ მატჩებს და ამ საქმეში ფიგურირებდა კახიკალაძეც. მაშინ თავის დროზე იტალიელმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც კახიკალაძე ესაუბრებოდა ვინმე სერჟიოს და ესაუბრებოდა თეთრ კარზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თეთრი კარი კოდური სიტყვა იყო და ნარკოტიკებს ან დიდ ფულს აღნიშნავდა. კალა, გისმენ, სათხარ? ჭამ, მოვდივარ, მაგრამ თუ ჭამ? არა, მე არა. კარგი, მაშინ მოვდივარ. კარგი, მაშინ ვრეკავ. კარგი, მაგრამ მე და შენ დისტანცია უნდა გქონდეს. მოგვიანებით დაგირეკავ, როცა ტერიტორიულად ახლოს ვიქნები. მითხარი, ფიო. როგორ ხარ, ძმაო? კარგად, მაგრამ უკვე უნდა წავიდე. მოიცა მე დაგირეკავ, მეორე საკითხზე უნდა გესაუბრო სასწრაფოდ. ხო, მაგრამ 50,000 ევროს საქმეში არის აქ კიდევ ხალხი. მაგრამ ახლა კალაძესთან მივდივარ მილანში. კარს ყიდულობს და რომ მივალ დაგირეკავ. მე ვიცნობდი მას როგორც სერჟიო, ამ ადამიანთან მქონდა ალბათ შეხვედრილი ვიყავი სადღაც 5-6 მაქსიმუმ 5-6 ჯერ მქონდა ისეთი შეხვედრა, ისიც თანაგუნდელებთან ერთად. გუშინკვი დღეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა საფრანგეთიდან ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, სადაც ნათლად ჩანს კანონიერი ქურდებისათვის ავტორიტეტისა და ძალაუფლების დაბრუნებას, როგორ გეგმავდნენ საფრანგეთის სამხრეთით, სადაც ეგრეთ წოდებულ სხადნიაკში მონაწილეობას იღებდა გოგა ხაინდრავაც. გოგა ხაინდრავა უკვე ორჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ქურდული ავტორიტეტის მარტარებლები. ესენი არიან რევაზ ლორდქიფანიძე, არტურ იუსბაშევი, ვაჟა ბიგანიშვილი, გოგი მაისურაძე, რამაზ ჯინჭარაძე, თამას გოგოლაძე და სულხან თვალჭრელიძე. 7 კანონიერი ქურდი, რომელთა წარსული ძალიან გავს ერთმანეთს, როგორც ნასამართლეობის კუთხით, ასევე საერთო კრიმინალური ინტერესებით. ხაინდრავამ გააკეთა მათზე კომენტარი და გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი და შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ რევაზ ლორდქიფანიძე კანონიერი ქურდი, მისი მეგობარია. ჩვენ ახლა მოკლედ შეგახსენებთ რა წარსულის მატარებლები არიან გოგა ხაინდრავას მეგობრები. გოგი მაისურაძე, მეტსახელად გოგიტა, რამდენჯერმეა ნასამართლები კუბიშევში, თბილისსა და მოსკოვში. 1999 წლის იანვარში სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ყალბი პასპორტით სარგებლობდა. რამაზ ჯინჭარაძე, მას დანაშაულებრივი კავშირი აქვს კანონიერ ქურდ გიორგი ვიბლიანთან, მეტსახელად გიგა ცალთვალა. კანონიერ ქურდ სულხან თავჭრელიძის მეტსახელად სუხო და კანონიერ ქურდ პაატა თვალჭრელიძესთან მეტსახელად პაატა მალინკი. ჯინჭარაძე 5 ჯერ არის ნასამართლები და ერთ-ერთია იმ ქურთაგან, ვინც კანონიერი ქურდის სახელი მიიღო ქურდული ტრადიციების სრული დაცვით. რევაზ ლორდქიფანიძე, რეზო თბილისკი, საქართველოს მოქალაქე. ის 5 ჯერ არის ნასამართლები. გათავისუფლდა 2010 წლის 10 დეკემბერს. ქურდად მოინათლა 80-იან წლებში. გამოირჩევა ქურდული ტრადიციებისადმი მკაცრი ერთგულებით და ითვლება ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად. სულხან თვალჭრელიძე, იგივე სუხო, საქართველოს მოქალაქე, 6 ჯერ არის ნასამართლები. კანონიერ ქურდად მოინათლა 80-იან წლებში. თბილისში დეპორტირებულია 2005 წლის 25 აგვისტოს ქალაქ კიევიდან. 2010 წლის ინფორმაციით ის იმყოფებოდა შვედეთში, სადაც ინახავს ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოს. თამას გოგოლაძე, მეტსახელად ჩერმენა, ის ამჟამად რუსეთის მოქალაქეა. მას დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა კანონიერ ქურდ ლაშა შუშანაშვილთან, მეტსახელად ლაშა ტოლსტი და კანონიერ ქურდ აბესალომ პაპიაშვილთან, მეტსახელად ბესო. ვაჟა ბიგანიშვილი, მეტსახელად ვაჟა თბილისკი, დაიბადა თბილისში, ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისურ ქურდულ კლანს. კანონიერ ქურდად სასჯელის მოხდის პერიოდში მოინათლა. არტურ იუზბაშევი, კანონიერი ქურდების, ვაჟა ბიგანიშვილის და კოკა შალიბაშვილის ახლო მეგობარი. იუზბაშევი ქურდად 1998 წელს მოინათლა. დღეს უკვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ მიმართვა, სადაც საუბარია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ ქართულმა მხარემ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც ჟანდარმერიიდან იქნა მიწოდებული. დღესვე კომენტარი გააკეთა ფრანგული ჟანდარმერიის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩმა და დღესვე გასცა კომენტარი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ფრანგულ მხარეს და უთხრა, რომ ჯერ ერთი რომ შეთანხმება არ არსებობდა იმის შესახებ, რომ ეს არ უნდა გაევრცელებინათ, მეორე რომ მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ითვალისწინებს იმას, რომ ქონდა ქართულ მხარეს უფლება გაევრცელებინა ნებართვის გარეშე მსგავსი მასალა და მესამე, რასაც დღეს თინა ბურჯალიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობდა, ეს იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე და რადგან ამ საქმეში იყვნენ შეიძლებოდა ყოფილიყო დამტკიცებული ბრალეულობა საჯარო მოხელეების, საჯარო მოღვაწეების, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ფარული ჩანაწერების ჩვენება საზოგადოებისათვის. მინდა რამდენიმე სიტყვით აგიხსნათ არსებული სიტუაცია. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს შორის, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობა კრიმინალთან დაკავშირებით. ხდება ინფორმაციების გაცვლა, რათა ერთად იბრძოლონ კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ზოგიერთი ინფორმაციის გაცვლა ხდება მხოლოდ სიმართლის გამოსაძიებლად და დასამტკიცებლად. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოხდა ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე საქმე ეხებოდა საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არცეთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვთვალეთ მხოლოდ რამდენიმე პიროვნება და რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ პიროვნებებს უკავშირდება, თუ როგორ გულშემატკივრობდნენ, თანამშრომლობდნენ, თუ იცავდნენ ისინი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. უფრო ცვლად ამ თემით ჩვენ რეალობაში 10 საათზე დავბრუნდებით, დაგვალდით.